შუა დღემშვიდობის და ქალბატონებო და ბატონებო, გამარჯობა ანა, გამარჯობა მარიამ, მარიამისაც წაიღე. მარიამისაც წაიღე. გაიგებოს და ბოლოს. სამწუხაროდ ჯანმრთელობის ზეთი რაღაცნაირი მსუბუქი პრობლემა აქვს, მაგრამ ისეთი პერიოდია, რომ ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა უკვე მე მგონი, ისევე როგორც რაღაცნაირად ჩვეულებრივი სამსახური გახდა ჩვენი ქუჩაში დგომა და გაპროტესტება იმ ყველაფრის რაც ხდება სამწუხაროდ ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანაში. ხო, სამთვეზე მეტია უკვე, ხო? ქუჩაში ვართ, არა მარტო თბილისში, მთელ საქართველოში გრძელდება უწყვეტი პროტესტი და გრძელდება საქართველოს დაცვა, მე ესე ვიტყოდი და საქართველოს მომავლის დაცვა რეალურად ესეა. ყველანაირი რიტორიკის, ყველანაირი რაღაცა ზედმეტი. კი, და ზოგადად მგონია არა, თებერვალი ზოგადად რაღაცა სიმბოლურად საკმაოდ მძიმე არის საქართველოს განსაკუთრებით ისტორიულად, ხო? 104 წლის წინ ესე გამოდის, ხო? 1921 წელი გამოდის. ხო, მე მგონი 104 წლის წინ თებერვალში. ამდენი ხანი ხვდები, ხო? კი, 25 თებერვალს სამწუხაროდ ძალიან ტრაგიკული დღე იყო, 25 თებერვალი 1921 წელს. 25 თებერვალს რეალურად დაასრულა მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია, სინამდვილეში 19 თებერვალს დაიწყო ეს ყველაფერი, 19 თებერვალი იყო. და სადღაც 60 წელი ვიყავით ამ ყველაფერში, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვიპოვეთ გამარჯვება და დამოუკიდებლობა და ახლაც სწორედ იგივეს გავდივართ, ხო, არ მგონია რომ რაღაც განსხვავებული იყოს. ხო, ეხლა ის 21 წლის ამბები რეალურად გრძელდა, არ დამთავრებულა, დღემდე გრძელდება, იმიტომ რომ რეალურად რუსეთმა ვერ შეძლო საბოლოოდ საქართველოს ანექსია, იმიტომ რომ ქართველი გენეტიკაში გვაქვს ჩვენ, რომ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი რელიგია, კულტურა და ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე რუსეთი არანაირი ერთმორწმუნე არ არის, არანაირი ქრისტიანული ქვეყანა არ არის, არაფერი არ ყარია საერთოდ მაგ ქვეყანაში. ხო, სულ ცდილობს რომ რაღაცნაირად ჩამოგვაშოროს დაგვავიწყებინოს ჩვენი იდენტობა, მაგრამ ჩვენ გენეტიკა არ გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი დავთმო და ისე რეალურად მართლა რა უნდა იმას, რომ გადახედო ისტორიას. აქვე ხდებოდა ეს ყველაფერი არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ხო მართალია და მიხვდე ვინ არის რუსეთი საერთოდ და რას აკეთებს ეს იმპერია მთელი მსოფლიოსთვის. და განსაკუთრებით კიდე რადგან ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენთვის, საქართველოზე პირდაპირი აგრესია აქვს და უნდა რომ მოსპოს. კი, ერთია მიხვდე რა არის რუსეთი და მეორეა მიხვდე რომ დღეს რუსეთია ისევ შემოსული ჩვენთან და ზუსტად იგივე ხდება. ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის არის ზუსტად ის მარშები, რომლებიც მოგვიანებით ვნახავთ ალბათ ძალიან ბევრი საინტერესო მარში იგეგმება და ეს არ არის უბრალოდ მარში, ეს არის ძალიან დიდი განაცხადი და ამ ყველაფერს შედეგი მოაქვს. მე პირადად ხედავ და დარწმუნებული ვარ შენც რომ იმ ყველა ნაბიჯს, იმ მანიფესტებს, ყველაფერს მოაქვს ძალიან დიდი შედეგი და ესე უყალოდ არ ქრება და ეს არ არის უბრალოდ სეირნობა ქუჩაში ნამდვილად. რა თქმა უნდა, როგორც ზოგიერთები ამბობენ და რაც ყველაზე მთავარია, 21 წელს არ იყო ინტერნეტი, არ იყო მობილური კავშირი, ძალიან რთული იყო ცივ სამყაროსთან კავშირი და ინფორმაციის მიმოცვლა და ამ დაგვიანებულმა ინფორმაციის გაცვლამ გამოიწვია ის, რომ რუსეთი ძალიან წყნარად შემოვიდა საქართველოში, ну არც ეწყნარად, მაგრამ ну მაინც მათთვის ეს ეწყნარად და კიდე გამოიწვია ეს ყველაფერი იმან, რომ სამწუხაროდ საქართველოში მაშინაც და დღესაც და სულ ყოველთვის ისტორიულად ესე იყო, რომ ციხე წყლებოდა შიგნიდან. არსებობდნენ მოღალატე ქართველები, რომლებიც რაღაცეების გამო წყნარად ყიდდნენ თავის სამშობლოს. თორე გარეშე მტერი მართლა ისტორიულად ვერაფერს ვერ ახერხებდა საქართველოში, იქ ყოველთვის შიგნიდან წყდებოდა. წითელი არმია როდის შემოვიდა და როცა შემოვიდა სოციალიზმი, საბჭოთა კავშირი, არ ვიცი ვაში რა ეგონ იდიოტი ლენინის წამოწყება საქართველოში, აბსოლუტურად ყველანაირი დავალების გარეშე დაიწყეს ეკლესიების დანგრევა. ხო, მოსპობა ამ ყველაფრის ყველაზე ძვირფასის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია და ისევ ქართველების ხელით.
ეს ყველაფერი სამწუხაროდ. საით მიყავს მე მგონი მივხვდი, ხო, ციხეში გინდან ხდება ნამდვილად და დღესაც ჩანს რომ შიდარყევები დაწყებულია. ცდილობა არის, ხო? არა, დაწყებულია, აბსოლუტურად ნათლად ჩანს ჩემთვის რომ შიგნით უკვე დაიწყო ძალიან დიდი რყევა და ალბათ ეს არის სწორედ იმის მიზეზი რომ უკვე რაღაც არ ვიცი რა სიტყვა შეიძლება დავარქვა, გაუგებარი ნაბიჯები მოდის უკვე მათი მხრიდან, ესე მსუბუქად რომ თქვა. ყველანაირი მცდელობაა რომ ჩააქრონ ეს მუხტი რეალურად, ხო? და საიდან მოდის ეს მცდელობა, ესე ძალიან კარგად ვიცით, ხო? უკვე ცემატყება ოდნავ შევამცირე. აღარ იცი რა გააკეთო, ალბათ აი ბოლოს ამას აკეთებ, რასაც ახლა აკეთებენ, მაგრამ ხო, რა ვიცი. ეხა ჯარიმები მოიგონეს, ხო? ესე წარმოუდგენელი რაოდენობის, ძალიან გვიხის ქართველებს ფინანსურად მაგრად ვართ და ეგ ჯარიმები აი ზუსტად ის რაოდენობაა, რაც ჭირდება. საბოლოო ჯამში ის არის, რომ არც ერთი მათი ნაბიჯი არ გვაშინებს. პირიქით უფრო გვაძლიერებს, რაც უფრო მეტი ჯარიმა, პირობითად ჯარიმა ავიღოთ ამ შემთხვევაში, რაც უფრო მეტი ჯარიმა, მით უფრო წიმდგებით, მით უფრო კიდე უფრო მეტ ნაბიჯს დგამთ და ასე შემდეგ. და გადასარევით ვისება გვაქვს ქართველებს, შეგძნათ ვაგზელებ, რომ თუ ხედავთ ადამიანს, რომელიც იჩაგრება, მის გვერდით დგევართ აუცილებლად და აი ეს გვაერთიანებს და მადლობა თქვენ კოცებო რომ გაგვაერთიანეთ. მართლა ეგრე არის. 25 თებერვალი ვახსენეთ და 25 თებერვალს სიმბოლურად იმ 25 თებერვალთან აქცია იგეგმება ძალიან დიდი, იფიცება საქართველოს, ასე ქვია აქციას და საქართველოს მასშტაბით, ხო? კი. საკუთარი მომავლის დასაცავად როგორც შენ თქვი დასაწყისში, კიდევ ერთხელ გამავალ ქუჩაში და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ და ვაჩვენებ სოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მაგარი ერი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და დანარჩენი უკვე თავისით მოყვება. ძალიან მაგარი ერი ვართ. პროტესტის ესეთი სახე ამდენი ხნიანი, ესეთი მშვიდობიანი, ესეთი კრეატიული მართლა სოფლიოს არ ახსოვს. ეს ისტორიაში შევა აუცილებლად შესულია უკვე. კი ბატონო. და ძალიან მაგარია ის არაერთხელ გვითქვა ჩვენ რომ ამდენი ადამიანი ვინც ქუჩაშია წერს ისტორიას. და ამდენ ადამიანზე გამახსენდა კიდე არ მახსოვს ამასთან ვიღაცამ დასვა ეს კითხვა კი და უპასუხა ამ კითხვას რომ როგორც მთავრობა ამბობს რომ 53% მივიღეთ ხმების. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარი არის ქუჩაში და აპროტესტებს, ხო? მოსახლეობის ნახევარი გიპროტესტებს და არაფერს არ ნიშნავს ეს, აი რა საინტერესოა, ხო? კი და როგორც კვლევები აჩვენებს, ის 53%-იც რომელიც იყო თუ არა არის, არც ის 53% აღარ არის. მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარის აზრი როგორ არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ვინმესთვის. ჩვენ იმასაც გვისაუბრია, რომ არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას ადამიანების, შეიძლება 10 ადამიანი გამოვიდეს თავისი ქვეყნის სახელით. ძალიან ბევრი რომ არის ჩვენ მე მგონი დაუსრულებლად შეგრძნებაზე ვისაუბროთ, მაგრამ მე მგონი ნახოთ ვიდეო რგოლი, სადაც საანონსო ვიდეო რგოლი იფიცება საქართველოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვახსენე და დავუბრუნდეთ ისევ. 25 თებერვალს 16 საათზე საქართველო იფიცება. 25 თებერვალი საქართველოსთვის ტრაგიკული დღეა. ჩვენ არ დავუშვებთ მის განმეორებას. დღეს ბევრად უფრო ძლიერები ვართ. უწყვეტი პროტესტი მოედო საქართველოს. ქუჩა-ქუჩა ვიცავთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. 25 თებერვალს საქართველო იფიცება. იფიცებიან დასაქმებულები და დამსაქმებლები. იფიცებიან ადამიანები, ვის მხრებზეც დგას საქართველოს ეკონომიკა. სამსახურებიდან გამოვალთ გარეთ და მარშებით დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. მივალთ გმირების მემორიალთან, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს. მივალთ 59 სინდისის პატიმრის სახელით. მივალთ 500 ნაწამები თანამებრძოლის სახელით. მივალთ 1000-ობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით. მივალთ 100,000-ობით გაბრაზებული ადამიანის სახელით. მივალთ საქართველოს სახელით. მივალთ ჩვენს გმირებთან რწმენით და პირობით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის იფრიალებს საქართველოს დროშა. აი ასე და ჩვენს ძვირფას სტუმართან ერთად დაუბრუნდით, ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინი, ილია გონტი. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვა რა. რომ აუხსნა ადამიანებს, ვინც რაღაც სოციალურ ქსელებში ვერ ერკვევა. ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინი.
აუხსნათ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ არის აქციების ორგანიზატორი. არც ამ ჯგუფის ორგანიზატორი, უბრალოდ ადმინი ჭირდება, ეგრე მოიგონეს იქ, რომ რაღაცა ჯგუფს რო ქმნი, იმას აუცილებლად უნდა ყავდეს ადმინი, ისე არ გაგახსნევინებენ იმ ჯგუფს, ხო? ხო, არა, რა თქმა უნდა, ჯგუფში ორგანიზდება ყველაფერი ხალხის მიერ, ჩვენ რაღაც შევერთვებით, რაღაც არ ვერთვებით, ხალხთან ჩვენთან ვაორგანიზებთ, რა თქმა უნდა. ხანდახან კი არა, ძალიან ხშირად ახალ ამბებს თქვენ თვითონ იგებთ ამ ჯგუფიდან, ხო მართალია? საკომუნიკაციო პლატფორმაა მოკლედ იმ ადამიანების, ვინც სოციალურ ქსელში არიან და ამ ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა. ეს შეგვიძლია ჩამოყალიბოთ რა არის დაიტოვე. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, ეს რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ რა. რაღაცას ვერ ხვდებიან ხოლმე. ხო, მესმის, იმიტომ რომ არის ეგეთი წარმოდგენა, რომ დაიტოვეში თუ იდება, ესე იგი ჩვენ ვართ ამის ორგანიზატორები. სინამდვილეში ეს ეგრე არ არის. უამრავი ინიციატივა რაც ჩდება დაიტოვეს შიგნით არის ჩვეულებრივად ადამიანების სხვადასხვა ადამიანების თვალყურს ხედავთ ამ ყველაფერს. და შესაბამისად კიდევ ერთხელ ჩვენ ზოგში ვერთობით, უმრავლესობაში რა თქმა უნდა მონაწილეობთ, ყველგან დავდივართ და ამ შემდეგ უბრალოდ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ნებისმიერმა ღონისძიებამ დიდი დაფარვა მიიღოს და ამას რა თქმა უნდა ყველანაირ ხელს უწყობთ იქ ვიღაცა თუ გთხოვს კარდის გაზიარებას მე პირადად ეგრე ხშირად ვაკეთებ ხოლმე რომ სხვადასხვა ადამიანები რომ თხოვენ აი ეს ღონისძიება დავგვიგმოთ გააზიარე, მაგრამ მე რო გავაზიარებ ხოლმე მივდივარ დაკითხვაზე ან ჭერეკაზე მოდიან ჩემთან და ეგეც ხდება ხოლმე რა ეგარი მინუსები იმ ცხოვრების ასე თქვა რომელიც ვარ მაგრამ არა უშავს მე მგონია ძალიან კარგია და ძალიან ის მომწონს რომ აი მართლა უბრალო ინიციატივა უბრალო ადამიანები რომელიც გულით არიან და სულით ანთებულები ამ ჩვენი გარუსების პირდაპირ ვიტყვით რომელსაც იდეა მოძრავებთ ამ ქვეყნის სიყვარული ამოძრავებთ რეალურად და არ არიან цаრიელები როგორც ზუსტად მაგის გამო არ უნანობ რომ ზოგი ღონისძიების ორგანიზატორი მეძახიან ხოლმე რომის არ ვარ იმიტომ რომ ძალიან კარგი იდეა ძალიან კარგი ადამიანები აკეთებენ მაგრამ ну რა ვიცი ჩვენ თავარია უნდა გვესმოდეს რომ ყველამ თავის თავზე უნდა აიღოს ინიციატივა კიდევ ერთხელ ამ ბრძოლაში რო ვართ მესმის ის პასუხისმგებლობა რომელიც გვაკისრია და მესმის რომ ყველა ღონისძიებასთან რაღაცნაირად დაკავშირებული ვართ გვინდა თუ არ გვინდა ეს პასუხისმგებლობა ჩვენ უკვე ვიწვირთ ჩვენ თავზე მაგრამ მინდა რომ ასევე ყველამ გააცნობიეროს განსაკუთრებით ეხლა როდესაც ცივა როდესაც რაღაც ძალიან მძიმეა კიდე ქუჩაში გასვლა და მე აბსოლუტურად მის ყველანი ადამიანები ვარ და ყველაფერი გასაგებია მაგრამ თითოეული ადამიანის ინიციატივა ეხლა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის არის ვიდრე მაგალითად შეიძლება აქამდე ყოფილიყო იქ რომ აქამდე რაღაც ეს მოდიოდი და ეხლა კიდე უფრო 97 დღე და მოკლედ ძალიან 97 დღეა თუ მერვეა დღე 98 დღეს გადაიკეთა ხომ არ შემეშალა და დაზუსტება 98 ხო 98-ია ეხლა და თითოეული ადამიანის ინიციატივას თითოეული ადამიანის იდეას და ამ სურვილს რომ განახორციელოს ხა ერთია იდეა როცა გაგი და მეორეა როცა მზადხარ რომ ჩადო ამის განხორციელებაში რაღაც შენი წვლილი მიიღო და რაღაც გააკეთო ასე და ილია საუბრობთ მარშებზე და 25 თებერვლის ეს დიდი მარში აქცია უბრალოდ დავაანონსეთ და ამაზეც რომ ვისაუბროთ დღეს რა დღეა 23-ია დღეს რა საშინელი დღეა დღეს მე არ ვიცი თქვენ პატარები ხართ ჩემზე მაგრამ მე გამოვიარე როგორ ძალით გვაზეიმებდნენ რუსები 23 თებერვალს და შემოგტენეს რომ კაცების დღე არის და სინამდვილეში იმ რამდენი ცუდი სიტყვა მინდა ვთქვა წითელი არმიის დღე. ანუ აი საქართველოში გვაზეიმებდნენ წითელი არმიის დღეს რომელმაც ამოგხოცა მართლა. ეს სამწუხაროდ ბევრს არ ახსოვს ეს არის მნიშვნელოვანი. და მე მათ შორის ეს პერიოდი ჩემთვის ძიმეა ტრაგიკული პერიოდია ჩვენთვის ისტორიულად და ძალიან 23 თებერვალი არ იყო შემთხვევითი თარიღი. რა თქმა უნდა. 23 თებერვალი ზოგადად ის ოკუპაციის პერიოდი რომელიც რუსეთი ახორციელებდა საბჭოთა გასაბჭოებას რომ ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყნების და ჩვენც საუბედუროდ ჩვენდა და ჩვენი ისტორიის მოუყევით ამ ამბავში ზოგადად ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმეა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის და ნუ ნახავთ თარიღებსაც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში თებერვლიდან მაისამდე არის ან დამოუკიდებლობის დღეები ან რაღაცა ჯარისკაცების და იუნკერების დაღუპვის და ასე შემდეგ და ალბათ რუსები არ ვიცი რატომ აი ესე საბჭოთა კავშირი განსაკუთრებით ამ პერიოდში ყველაზე დიდი
ზიანი მიაყენა ჩვენ მეზობლებსაც მათ შორის და რა ვიცი ბალტიისპირეთსაც და ასე შემდეგ და ზოგადად ეს ისტორია არის მივიწყებული. ჯერ მივიწყებული იყო საბჭოთა კავშირის პროპაგანდის გამოგასაგებია რომ აკრძალული იყო საერთოდ ამაზე საუბარი და საქართველოს დამოუკიდებლობის ეს ტრაგიკული დღეები გადააქციეს ზეიმებად რეალურად ხო შესაუბრობდით რომ ჩვენმა უფროსმა თაობამ ჩვენი ძველი დროშა პირველად ნახა 90-იანებში. მანამდე უმრავლესობისთვის ეგ დროშა იყო უცნობი. ანუ ფაქტობრივად ისე იყო დახურული ეს ინფორმაცია და ზოგადად წარსული იმდენად წაგვიშალა საბჭოთა კავშირმა, რომ იქ რაღაც საბჭოთა კავშირში გაზრდილ დაბადებულ ადამიანებს წარმოდგენაც კერდებოდა დროშაზე. მე უკვე არ ვამბობ მოვლენებზე, მე უკვე არ ვამბობ იმ ისტორიაზე, იმ სისხლიან უთანასწორო ბრძოლაზე, რომელიც რუსეთმა გაგვიმართა და შემდეგ საბჭოთა კავშირში შეგვათრია, ესე ვიტყვი და მე ვფიქრობ, რომ ეს 25-ის ღონისძიება და ზოგადად ეს თარიღები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ ამაზე ძალიან ხშირად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ იდენტური სიტუაციაა, მაგრამ დღეს ეგრეთ წოდებული soft power-ი, ანუ რბილი ძალა, რომელთაც რუსეთი იყენებს და ძალიან ოსტატურად დაიწყო ამის გამოყენება, კერძოდ ეს იგულისხმება პროპაგანდით და თავისი ხელდასმული ხელისუფლებებით და მათთან რაღაცების დალაგებით, ზუსტად იგივე ოკუპაციას ახორციელებს. არაფრით არ განსხვავდება ჩვენთვის 21 წელი და დღევანდელი დღე, უბრალოდ განსხვავდება მეთოდებით, რომელიც გახდა უფრო დახვეწილი, უფრო თანამედროვე, უფრო რომ გონია და ვიჯერებთ, რომ აი ესა რა ქვია, ეხა პუტინი და რუსეთი ძალიან ძლიერი ჯარი ყავს უკრაინაში იგებს. მეტი საშუალებაა, რომ ხო, და კი, სამწუხაროდ ეს რეალობა შეიცვალა, მაგრამ შინაარსი არ შეიცვალა. მეთოდები არის შეცვლილი მეტწილად, ისიც უკრაინაში გამოჩნდა, რომ მეთოდები თუ არ გამოდის პროპაგანდით და თუ ხელდასმული ხელისუფლება არ ყავს შენი, რაც რუსეთს უკრაინაში არ გამოვიდა, ამის მერე ჩვეულებრივად სისხლზე გადის და ამაზე არანაირი პრობლემა და ის არა აქვს დღესაც, რა თქმა უნდა და ყოველთვის დარჩება ამ მოწყობით რუსეთი, რომელიც თუ ესეთ გაგრძელდება და იქ თუ დემოკრატია ეგრეა მოწყობილი ეგ რაღაცა ორგანიზმი ხო ეგეთები არის მომთაბარე აგრესორები რომ სხვის ხარჯზე უნდა იცხოვრონ ისტორიულად რომ შევხედოთ რუსეთი არის მონღოლური მმართველობის სტილის მემკვიდრე და ამას თვითონ რუსი ისტორიკოსები ამბობენ რა არის რუსეთი ეს სულ მინდა რომ ხომ თქვა და სულ ვამბობ რომ გაარკვიონ წესიერად რა არის რუსეთი სიმბოლში არ არსებობს რუსეთი ხო რუსეთი რა თქმა უნდა რაღაც არის შეკავწებული სახელმწიფო რომელმაც დაპყრობითი ომებით ისევ და ისევ ეს ტერიტორია თავის თავში მოაქცია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ანუ მონღოლური მმართველობა ერთი ანუ ყაენის და ერთი ადამიანის რომელიც არის სათავეში და რომელსაც მთელი სისტემა ქვემოთ ემორჩილება, რუსეთი არის ერთ-ერთი ფუნდამენტალური წარმომადგენელი ისტორიულადაც რა და ამას ახორციელებს ივანე მრისხანეს შემდეგ, ანუ ივანე მრისხანი ფაქტობრივად არა უშავს ივანე მრისხანი ფაქტობრივად გახდა მემკვიდრე მონღოლური ცივილიზაციის და ეს სრულად დაინერგა. ეხლა მონღოლური ცივილიზაციის ის სისხლიანი და მეთოდები, რომელიც მონღოლებს ჰქონდათ და მათ შორის ჩვენს შეგვეხო ისტორიულად არაერთხელ, ზუსტად იგივეს მემკვიდრეა დღეს რუსეთი და ეს მეთოდები კიდევ ერთხელ ვამბობ, იცვლება, მაგრამ შინაარსი არანაირად არ იცვლება და ილია, ბოდიში გაგაწყვეტინებ, მაინც დრო რომ არ გაგვექცეს, ხო იცი როგორც ხდება, 25-ის აქციაზე კიდე კონკრეტულად რომ ვთქვა რა იგეგმება. ხო, 25-ში ესე იგი გვაქვს გაფიცვა პირველ რიგში 4 საათიდან მოუწოდებთ ყველა ადამიანს ალბათ გახსოვთ 15 იანვარს ქონდა პირველი გაფიცვა. გაფიცვა ზოგადად მნიშვნელოვანია როგორც პროტესტის ესთეტიკიდან გამომდინარე, რომ განსხვავებული შინაარსის არის და ეხება სხვა ჯგუფს, ანუ ბევრი ჯგუფი მონაწილეობს პროტესტში და ეხება კონკრეტულად დასაქმებულებს და ადამიანებს, რომლებიც ბიზნესში მუშაობენ და ყველაზე მნიშვნელოვან დოვლადს ქმნიან ამ ქვეყნისთვის. ეს რა თქმა უნდა არ არის კლასიკური გაფიცვა, ჩვენ დამსაქმებლებს არ ვეფიცებით და ეს უნდა გვესმოდეს, იმიტომ რომ კლასიკური გაფიცვა არის დამსაქმებლის წინააღმდეგ ან რაღაც არასწორი შრომითი ურთიერთობების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ეს არ არის. ჩვენ ამ ერთობით და ერთიანობით და ამ გაფიცვით ვეფიცებით ამ ხელისუფლებას, ვეფიცებით იმ მეთოდებს და სოლიდარობას უცხადებთ პროტესტს. ხო, სოლიდარობას უცხადებთ და უნდა გვესმოდეს, რომ ამ გაფიცვით ჩვენ უნდა სოლიდარობა და სადაც შეგვიძლია, ხო, ანუ ეს რუსთაველი არის, ეს მარშებია და ასე შემდეგ და ბიზნესის თანამშრომლებს აქვს შესაძლებლობა პროტესტ სოლიდარობა გამოუცხადონ იმით, რომ მხოლოდ 2 საათით გამოვიდნენ სამსახურებიდან, გავიდნენ ქუჩაში და შეუერთდნენ მარშს.
პარალელურად არის მეორე ნაწილი, აი ეს მარშების ნაწილი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ გმირებთან 1921 წელს და ზოგადად იმ პერიოდში მომხდარ მოვლენების დროს დაღუპული ჩვენი გმირების სახელებთან და გვექნება ლოკაციების მიხედვით, ვინ მაგალითად ვიღაცა ვაკეში გაიფიცება, ის ვაკის პარკიდან წამოვა, ვიღაცა მარჯანიშვილის მოედნიდან გაიფიცება და იქიდან წამოვა მარში და ყველანი ბოლოს მივალთ გმირთა მოედანზე. ისეთ სიმბოლურად 25 ჩვენ გმირებს, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანეს და დღემდე ჩვენ ვართ და ეს შესაბამისად ეს შინაარსიც გაფიცვის და ამ 25 თებერვლის სიმძიმის ერთად უნდა ყველამ ერთად კიდევ ერთხელ გავიაზროთ, სად ვართ და ეს გაფიცვა რომ ჩვენი სოლიდარობის და იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობის მათ შორის ვინც ეხლა ციხეში გვყავს ჩვენი სინდისის პატიმრები, იმათ მიმართ სოლიდარობაც არის და ზოგადად მე მგონია ზოგადად 25 თებერვალი არის ძალიან შინაარსობრივი დღე ამისთვის და მინდა ყველას ვინც ხანდახან მოდის პროტესტზე, ვინც რაღაც გამო ვერ მოდის ან ვერ იზიარებს ბოლომდე ჩვენს წარმოდგენებს, მინდა უთხრა მათ რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა 25-ში მხოლოდ და მხოლოდ 2 საათი სამსახურიდან წამოსვლით სოლიდარულები იყოთ იმ ადამიანების, ვინც ცემეს, ვინც აწამეს, ვინც ციხეშია უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ყველანაირად მათი სოლიდარულები გახდეთ ამ დღეს და შეგვიძლია ყველამ ერთხელ კიდევ ის დიდი ერთობა ამ ქვეყნის ერთიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ყველამ ერთად დავიცეთ და როცა ქვეყანას უჭირს ერთობა ვიცით ქართველებმა ნამდვილად და როცა მეგობარს უჭირს კიდე მის გვერდზე დგომა ძალიან კარგად ვიცით გამოჩნდა ეს ყველაფერი და ვაკის პარკი ახსენე ცოტა ხნის წინ და მარმაყაშვილის მარში იქნება ვაკის პარკიდან ხო მართალია? კი, თითოეულ ლოკაციას, რომელიც არის ღონისძიებაში და შეგვიძლია Facebook-ზე შეუძლია ყველამ ნახოს, თითოეულ ღონისძიებას ყავს თავისი მედროში. მედროში, კი. და ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ Facebook-ზე კი არა, ეთერში ვნახოთ ვიდეო. საყვარელო მამა მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ. მეორისგან 5 თუ 7-ზე. ერი ჯერ შორს არის. ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია რამე ტკბილეული გამოგზავნოთ. თავს გაუფრთხილდით. კოცნით ბევრს. ისე არაციო. მოკითხვა ყველა ჩვენებს. მოგეში გავიმარჯვებთ სახელობა. 25 თებერვალს 16 საათზე მარო მაყაშვილის სახელობის მარში დაიძრება ვაკის პარკიდან. აჰა. ეს ერთი, ჩვენ ვიდეოებს ვნახავთ. ეხლა ანონსებს და მარშების. კი ბატონო. ძალიან ის არის რაღაცნაირი ავეჯი, ახლა ჩემთვის როგორი ამათ უყებელია და რაღაცნაირად გეხება და ხო არ ვიცი როგორ მოქმედებს ეს რეალურად ადამიანებზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მოძრაობ ქუჩაში ბევრ ადამიანს ვეკონტაქტები და კაი რო ვერ წარმოგიდგენია ისეთი ადამიანები, აი რაღაც ძალიან ანთებულები არიან, ძალიან. ესეთი საქართველოში მე მგონი მაშინაც კი არ ხდებოდა. ხო, იცი ზოგადად პროტესტის რაც ხდება, რომ რუსთაველი იქნება უკვე 88 დღეა, ეს ამბავი ისტორიულია ნამდვილად ისტორიულია. პროტესტის რამბა 100 დღეც გვახსოვს, მაგრამ ისე რომ სულ რუსთაველი იქებოდეს და ამდენი ხალხი გამოდიოდეს, ამდენი განსხვავებული შინაარსის ადამიანი ღონისძიება და ასე მოყოლიყო ეს პროტესტი მეც არ მახსოვს ნამდვილად, მაგრამ მე შეიძლება უფრო მოკლე მეხსიერება მაქვს ვიდრე და მაყურებელი ხედავს ალბათ რომ კიდევ ერთი სტუმარი დაგვემატა, უბრალოდ ვერ მოვწდეთ რაღაცნაირად საუბარს. მოდის ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ხომ სწორად ვთქვი? გამარჯობა. დედა რამდენი რაღაცა შეუძლია ირაკლის რო თქვას. ის რაც ჩვენ გამოგჩა და ხო, ისე სიღრმისეულად ჩვენ ნამდვილად არ გვეცოდინება როგორც შეიძლება. ხო, თუმცა ეხა ისეთი პროცესი მიდის და ესეთი პერიოდი არის, ხშირად ვამბობთ ხოლმე ცოტა
შავი ჰუმორის განზომილებაში, რომ ის რასაც ვიკვლევდით და დისტანციიდან უყურებდით, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვეგონა რომ ეს უკვე დამთავრდა და ისტორიაში ჩაბარდა, ამიტომ რომ ყოველთვის ვამბობდით რომ გასააზრებელია და რუსული იმპერიალიზმის, ტოტალიტარიზმის ოკუპაციის შედეგების სახელის დარქმევა და მისი მემკვიდრეობის გაწყვეტა და ახალ საფეხურზე გადასვლა იყო საჭირო, მაგრამ ეხლა უკვე მოვიდა ის დრო, როდესაც ფაქტობრივად ჩვენს ირგვლივ ხედავთ იგივე ლოგიკას, რა ლოგიკათაც მოქმედებდა საოკუპაციო რეჟიმი 20-იან წლებში და მოქალაქეებიც უკვე თვითონ იძენენ ამ გამოცდილებას, რომელიც აქამდე შეიძლებოდა ისტორიის, ასე ვთქვათ, სახელწაეკითხათ. ერთი მხრივ სამწუხაროა, მაგრამ მეორე მხრივ არის ის, რომ ეს ხელს უწყობს კონსოლიდაციას საზოგადოების, უკვე უმრავლესობისთვის ჩვენ საზოგადოებისთვის გასაგები არის, რომ ეს არის მთავარი, ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე, ამის გარშემო უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ რეჟიმში, ამ ბრძოლაში უნდა იყოს ჩართული და განსხვავებით ერთ საუკუნის წინანდელი მდგომარეობიდან დღეს გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს და გაცილებით უკეთესი პირობები, რომ ერთხელ სამუდამოდ ეს პრობლემა წევლა, რაც არის რუსული იმპერიული ამბიციები ჩვენს რეგიონში და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ დავასრულოთ და გავაღწიოთ აი ამ და დასრულდეს მსოფლიოში, მარტო ჩვენთან არა. ირაკლი, იცი ამ მეკითხო, პარალელები შეგვიძლია რომ გავავლოთ 21 წლის და დღევანდელობას შორის და შეიძლებოდა თუ არა მე-11 არმიას ესე მათთვის წარმატებით დაესრულებინა ოკუპაცია თუ შიგნიდან არ გატყდებოდა ციხე? რა თქმა უნდა, ისტორიას არ უყვარს, ყოველთვის ამას ვამბობთ კატეგორია, რომ რა მოხდებოდა, რაღაც რო არ ყოფილიყო, ჩვენ ვსწავლობთ პროცესს, რაც შედგა და ინტერპრეტაციები, სცენარები, ეს არის უკვე ფანტაზიის სფერო. უბრალოდ ეს თუმცა მაინც რაღაც ფაქტები ხო არსებობს? ანალიზ გვეხმარება, რომ გარკვეული ლოგიკა შევისწავლოთ პროცესების და როდესაც ვამბობთ, რომ დღის წესრიგი დიდად არ შეცვლილა, აგრესორი მხარის და იქ არის უწყვეტი განვითარება, ხო, ეს მთელი სისტემა, იმპერიული, ტოტალიტარული, აგრესიული მიზნების გარშემო არსებული ინსტიტუტების, ეს არის თაობიდან თაობაზე უწყვეტად მომუშავე, რომელსაც აქვს ეს ტრადიცია, შეიძლება ასე ვთქვათ, და ამ მეთოდებს იყენებენ ყოველთვის დროში გამოცდილ, ასე ვთქვათ, გატესტილ მეთოდებს, ხო, და შესაბამისად, ანუ თუ კი შევხედავთ ამ პერიოდს, რა თქმა უნდა, განსხვავებები არის ძალიან დიდი, როგორც უკვე ვთქვი, რომ მაშინდელი მდგომარეობა საერთაშორისო იყო ძალიან არამეგობრული პატარა ქვეყნების, ახლად დაფუძნებული დემოკრატიული ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის, მით უმეტეს ჩვენს რეგიონში, საქართველოს რესპუბლიკამ შექმნა ძალიან კარგი პრაქტიკა მოწინავე დემოკრატიული განვითარებისა, საკუთარი თავის დაიცვა, საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, მაგრამ არ იყო დრო, რომ ძლიერი სამხედრო მოკავშირე ეპოვნა და ამითი დაებალანსებინა რუსეთის აგრესიული, ასე ვთქვათ, ზრახვები. ომის შემთხვევაში ორიოდე სიტყვით თუ ვიტყვით, რომ რამ განსაზღვრა მარცხი, ეს იყო სწორედ ძლიერი მოკავშირის სამხედრო დახმარების არარსებობა ქვეყნის შიგნით, დაგვიანება, ამისთვის გადაიდგა ნაბიჯები, ოღონდ დაასწრო ამას რუსულმა აგრესიამ და თუ კი შეგვიძლია ამ კატეგორიით ვილაპარაკოთ, რომ აი რა შეიძლება ყოფილიყო, იმ რესურსებით, რაც საქართველოს გააჩნდა, რომელიც მაქსიმალურად გამოიყენა ამ ომში, შეეძლო უფრო ცოტა კიდევ გაეხანგრძლივებინა ომი და წინააღმდეგობა. სხვა, ასე ვთქვათ, რაციონალური შანსი არ ჩანს. მეორე არის ეს მითოლოგია, რომ თითქოს შიგნიდან რაიმე სისუსტე ჰქონდა რესპუბლიკას, ანუ არანაირი დასაყრდენი რუსეთს, ბოლშევიზმს საქართველოში არ ჰქონდა, როდესაც მან თავდასხმა და ომი დაიწყო, საქართველოში არ არსებობდა ფაქტობრივად მტრის სასარგებლოდ მოქმედი ძალები ქვეყნის შიგნით, იატაკქვეშეთ ბოლშევიკური განადგურებული იყო, საქართველოს უშიშროების სამსახურმა, რომელსაც მექი კედია ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის პაბუა, სრულიად მოსპო და განეითალა აი ეს საფრთხე და ჯერ კიდევ დარჩენილი ბოლშევიკები ისეთ ღრმა იატაკქვეშეთში იყვნენ გადასული, რომ ომის შესახებაც კი შემდეგ პოსტფაქტუმ გაიგეს, ხო, ანუ არანაირი შიგნიდან დახმარება, აფეთქება არ ყოფილა და ეს ქმნის კონტექსტს, რომლითაც შეგვიძლია დღეს რაღაცა პარალელები დავინახოთ და ვისწავლოთ, რომ მთელი 20-იანი წლების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმს ქვეყნის
ქვეყნის შიგნით არ ყავდა დასაყრდენი ფართო, ესე ვთქვათ, მასა. ძალიან მცირე იყო მისი რესურსები და ეყრდნობოდა ექსკლუზიურად ტერორს, რეპრესიას, აი ამ პოლიტიკას, როცა უმცირესობა, გაბატონებული უმცირესობა, ტერორისტა იარაღის ძალით ცდილობდა გაეტეხა მასობრივი წინააღმდეგობა უმრავლესობის. დღესაც ანალოგიურს ხედავთ, რომ რუსეთის მარიონეტები რუსულ დღისწესრიგზე აწყობილი, ასე ვთქვათ, არალეგიტიმური რეჟიმი ექსკლუზიურად არის ჩამოკიდებული ძალის, ძალადობის ინსტრუმენტებზე, ეგრეთ წოდებულ პოლიციაზე და სადამსჯელო რაზმებზე, მასობრივი რეპრესიების ტექნიკას იყენებენ, რომ შეაშინონ, გააჩერონ უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც სულ სხვა მიმართულებით ხედავდნენ და ხედავენ ქვეყნის განვითარებას და მომავალს და ანუ აი ამ დიდი მასის, დიდი მოძრაობის გაჩერებას ცდილობენ, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გავუსვათ ხაზი, 20-იანი წლების მოცემულობა არის სხვა, იმიტომ რომ პირდაპირ სამხედრო ოკუპაცია უკვე შემდგარი იყო, სამყარო არ იყო ესეთი გლობალური, საგარეო მოკავშირეები უკვე პოსტფაქტუმ ძნელად თუ ჩაერეოდნენ ამ სიტუაციაში და რა თქმა უნდა რეჟიმს ჰქონდა გაცილებით უფრო ხისტი იარაღი, რაც ხო პირდაპირ მოსპობა, სიცოცხლის მოსპობა, მასთან დაპირისპირებული მებრძოლების დახვრეტა, მასობრივი დახვრეტა, გადასახლება, სრულიად ფორმალური წესების დაცვის იგნორირებითაც კი რეპრესია ადამიანების, ჯერ საბედნიეროდ დღევანდელ რეჟიმს ამ საფეხურზე არ აუნაცვლებია, რა თქმა უნდა მათ ნება აქვთ რომ აქ მივიდნენ, მაგრამ ძნელად თუ მოახერხებენ ამას, რამდენადაც საზოგადოების კონსოლიდაცია არის მაღალი, პროტესტის ენერგია არის მზარდი და ამას ხედავთ და უფრო გამოჩნდება მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში და რეჟიმის რესურსები იწურება. რეჟიმს აქვს როგორც საგარეო იზოლაცია, ასევე შიდა პრობლემები, მისი ძალაუფლება არის მარტო აი ამ ეგრეთ წოდებულ ძალოვან რგოლზე ჩამოკიდებული. სხვა არანაირი დასაყრდენი მათ არ გააჩნიათ და ეს წარსული ახლა რასაც ვახსენებთ, ანუ ეს გმირები, წინააღმდეგობის ბრძოლის ისტორია გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ, რომ ეს ომი დღემდე გაგრძელდა, ამ ომში ვართ და ეხლა ჩვენ თაობაზე არის, ჩვენს მოქალაქეებზე არის, რომ გავიმარჯვოთ და ეს გამოცდილება გამოვიყენოთ წინააღმდეგობის მასობრივი გაფიცვების, დემონსტრაციების, ბოიკოტის, ართანამშრომლობის და შემდეგ, რა თქმა უნდა, შეტევის რეჟიმის წინააღმდეგ და მათი ჩამოცილების საბოლოოდ, ასე ვთქვათ, მითვისებული ძალაუფლების სადავეებიდან. არ ვიცი, ამაზე კარგად როგორ შეიძლება აგიხსნას ადამიანმა და ვერ გაიგო და კიდევ ვერ შეიგრძნო რა მდგომარეობაში. მე მგონია რომ უკვე საქართველოში ვერ გაიგო არ არსებობს, არ გაიგო დარჩა. ალბათ, ალბათ. რა თქმა უნდა, უკვე ეს დაკრისტალდა პოზიციები, რომელ მხარეს ხარ, შენ ხარ საქართველოს, თავისუფალი დამოუკიდებელი ევროპული საქართველოს ნაწილი, თუ ხარ, ასე ვთქვათ, ნაშთი გაგრძელება აი იმ განზომილებისა, რაც დააყენა ოკუპაციამ და ტოტალიტარიზმმა, რაც ნიშნავს, რომ ფორმით ქართველი ხარ თითქოს, ჩოხაგაცვია, მაგრამ მთელი შენი აზროვნებით, შენი მოქმედებით, შენი ღირებულებებით ემსახურები რუსეთს, რუსულ ინტერესებს და ასრულებ რუსულ ოცნებას, რაც იყო საქართველოს ქართველი ძალიან დიდი მადლობა მე დარწმუნებული არ ვაკეთებდო რუსულ საქმესო და qavelam ხო თქვა ვინც რუსული საქმე გააკეთოსო და დააყოლა მე მაგ სიტყვებს ეთერში ვერ ვიტყვი რაც დააყოლა მეტავი შეეწერა ირაკლის დიდი მადლობა გადაუხადოთ აი ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის მე დარწმუნებული ვარ რომ ვინც გვიყურებს ის კი არა რომ ვერ გაიგო და არ გაიგოში გეთანხმები რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ბევრი არის ვინც პროპაგანდის მსხვერპლია და ვინც მართლა ვერ გაიგო ვინც მართლა ვერ გაიგო ვინც ასაკოვანია თუმცა ძალიან ბევრი ადამიანმა უკვე გაიგო მაგრამ მაინც მგონია რომ ირაკლის საუბარი და არა მარტო ირაკლის რა თქმა უნდა ილიას და რა თქმა უნდა ჩვენი ყველას მიზანი ეს არის უბრალოდ რომ ამ ადამიანებამდე მივიტანოთ ის სიმართლე რაც ერთია მხოლოდ სიმართლე და მოდი კიდევ ერთი საქართველოს ეს სიმართლე კიდევ ერთი მარშის სამზე ვიდეო რგოლი ვნახოთ და დავბრუნდებით ისევ ჩემო პატარა ძვირფასო და კეთილო მეგობრებო ამ ცივ და გაყინულ ზამთარში მინდა მივმართო თქვენს მხურვალე გრძნობებს და თბილ სიყვარულს ამ ჩვენი ქვეყნის საბედისწერო დღეს სურს მივსწუდე თქვენ პატარა მაგრამ დიდი სიყვარულით ახსავსე გულს მე მაგონდება წარსული მაისი მაშინ ჩვენ ბალშევიკებს ვებრძოდით და ვამარცხებდით მათ და ამ ბრძოლის დროს ჩვენ
ფრონტზე მოგვივიდა თქვენი ბავშვების საჩუქრები და წერილები. ეს იყო ჩვენი უდიდესი ჯილდო. ეს იყო ჩვენი უხვი დასაჩუქარი. ყოველი საჩუქარი ძვირფასია და საყვარელი ფრონტისათვის. მით უფრო თქვენი ბავშვების სიყვარული. და ამ სიყვარულით გამდიდრებული ფრონტი უძლეველი და გამარჯვებული იქნება. თქვენი ვალიკო ჯუღელი. 25 თებერვალს ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში დაიძრება მარჯანიშვილის მოედნიდან. ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში მარჯანიშვილის მოედნიდან. აი ხო არ ვიცი. ეხლა და მე თქვა დატო შემოგვიერთ აკელბაქიანი ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ამ პროტესტების აი უწყვეტობის მნიშვნელობაზე მინდა ამით დავიწყოთ საუბარი. ერთილი მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ну რასაკვირია ხარ რეჟიმთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ჩვენ უყურებთ უკვე თითქმის 3 თვეზე მეტია. ამ პროტესტს არის უწყვეტი პროტესტი წინააღმდეგობა სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ ალბათ საქართველოს ისტორიაში არც ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ პროტესტი ასეთი ხანგრძლივი ყოფილიყო და ეს აჩვენებს ადამიანების მტკიცენებას და ბრძოლის მშვიდობიან ფორმას, მათ შორის რომ არეგუებიან იმ მოპარულ არჩევნებს, არეგუებიან ამ რუსულ რეჟიმს და ეს ბრძოლა გრძელდება. ამიტომ ეს ბრძოლა უწყვეტად უნდა გაგრძელდეს. ახლა თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა არის რუსთაველი, სადაც ყოველდღე ვიკრიბებით, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სხვა ტიპის აქციების ორგანიზება, ანუ ეს ახლა ერთგვარი ცენტრია და სხვადასხვა მაგალითად 25-ში აციგეგმება, ეს არის გაფიცვა და მე ვფიქრობ გაფიცვების მიმართულებით კიდევ ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტის ფორმაა, რომელიც მე ვფიქრობ ჯერ კიდევ ძალიან ეფექტურად არ გვაქვს გამოყენებული და ამიტომ დიდი იმედი გვაქვს რომ 25-ში შემოგვიერთდება ყველა საწარმო კერძო ძალიან ბევრი ყოველ შემთხვევაში ვინც ასე ვთქვათ ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს და მერე შემოუერთდება მარშებს. თუმცა ახლა ჩვენ იმასაც ვხედავთ რომ ამ მოწყობილობის ამ პროტესტის დროს რეჟიმი ცდილობს გარკვეული დარტყმები მოგვაყენოს, მოდი ესე ვთქვათ, ხო? იყენებენ ამ რეპრესიულ მექანიზმებს, ჯარიმებს ასე შემდეგ. რა არის ამის წინააღმდეგობის მთავარი რეცეპტი? ერთი ეს არის კოორდინირებული მოქმედება, ეს არის სოლიდარობა და ერთმანეთის გვერდში დგომა და ახლა ჩვენ ვიცით რომ ამ კუთხით მაგალითად ყველას ვეუბნებით თუ ვისაც ჯარიმა მოვა ან ელექტრონულ პორტალზე შეამოწმოს, იმიტომ რომ უკვე დაიწყეს გამოქვეყნება, აუცილებლად გაასაჩიროს. ამას აქვს ორი რაღაც მნიშვნელოვანი კომპონენტი. ერთი ის რომ ჩვენც თვითონ ხო ცდილობენ რაღაცა ესე ვთქვათ ზიანი მოგვაყენონ ჩვენც ამ ბიუროკრატიული მათი აპარატიც გადავტვირთოთ ამ გასაჩივრებით. ამას დამატებით ჩვენ ამით ვიგებთ დროს და შესაძლებელია თვეზე მეთხანს გაიწელოს ეს რომ აღსრულებამდე არ მივიყვანოს გადაწყვეტილებები და ეს ცალკე აძლევს ცალკე ფონდებს და გუშინ იყო განცხადება ხო რაღაც ერთობლივი ფონდების შესაძლებლობას რომ რესურსების მობილიზება მოახდინონ და გუშინ იყო გაკეთებული განცხადება რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ასე ვთქვათ მარტო ამ ბრძოლის პირისპირ და მაქსიმალურად შევეცდებით ამ ასე ვთქვათ მოხდება ამ ფონდების მხრიდან რესურსების მობილიზება. ანუ ეს არის ინსტრუმენტი რა გუშინაც და გუშინწინაც რო ვაკვირდებოდი ამ პროტესტი მიუხედავად ასეთი ესეთი არ ვიცი ზოგს ავანტყოფდასთან მიაქვს და რაღაცას ისეთ რაღაცებს აკეთებენ რომ თითქოს დემორალიზება უნდათ, მაგრამ როდესაც გადიხარ გუშინ საღამოსას ამ პროტესტს უყურებ, ხედავ რომ აი იმდენად აქვს საზოგადოებას ეს გაცნობიერებული, ხან ბევრი იქნება, ხან ცოტა, ხა ამაზე ხშირად არის ხომ რომ ვითვლით, კი, ამას მენეჯმენტი უნდა, ხო, ზოგი ხანახა ყოველდღე მეც ვერ ჩავდივარ, ხო? ესეც ბუნებრივია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პროტესტი ჩერდება, იქ მონაცვლეობაც ხდება და ეს არ წყდება და დარწმუნებული ვარ, ესე გაგრძელდება, ეს თავარი ცენტრიც უნდა იყოს შენარჩუნებული, თუმცა ამავდროულად უნდა ვიფიქროთ უკვე და არის ბევრი ინიციატივა, რომ სხვა პროტესტის ფორმებიც გაიშალოს, ეხა აგერ რეგიონებში გასულები იქნება, კომუნიკაციაც იქნება, გაფიცვების ორგანიზება და მეტი კოორდინაცია სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფებს შორის, რომ უფრო და მეტი რაღაცა ინოვაციურიც მათ შორის, იმიტომ რომ თავარი რა არის, ხო თავარი პროტესტი იყოს უწყვეტი. ფორმები შეიძლება ცვალო, ტაქტიკები შეიძლება ცვალო, ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ ერთადერთი რაც არ უნდა გააკეთო, არ უნდა გაჩერდე. ამიტომ ჩვენი ამოსავალი წერდი რომ მუდმივად ეს მოძრაობა, ახალ-ახალი იდეები, მეტი სოლიდარობა, მეტი ერთმანეთში დგომა, მეტი კოორდინაცია, რომ სოლიდარობა არის ახლა აი ეს მაგალითად რა ვიყოთ, რომ ლადო აფხაზავას ლარნახევრებით შეუგროვეს თანხა.
ამაზე მაგარი სოლიდარობის ელემენტი, ეხლა ეს არის ისეთი რა, რასაც ვერ დაამარცხეთ. ხანახან ვიზახი რომ ეგეთი პატარ-პატარ ესეთი ინიციატივები ამით დღესვე მოხდა რაღაცა. ამიტომ ჩვენ ბევრი ვართ, ჩვენ გვაქვს ეს სოლიდარობის ელემენტი, ჩვენ შეგვიძლია ეს კოორდინაცია და რომ ეს ტვირთი გადავინაწილოთ საზოგადოებამ. ეს ფინანსური იქნება, ეგ სამართლებრივად ყველას გარანტია მეგობრებო, რომ ამ გასაჩივრებებში ყველა მოგეხმარებათ. გვაქვს ჩვენ ეს ბაზა იურისტების, გვაქვს ეს სამართლები და ყველა აქვს შესაძლებლობა მიმართოს, რომ ეს გასაჩივრებები თქვენი ტვირთი არ იქნება. მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრო გაუწელოთ, დროც მოვიგოთ და ისინიც გადავტვირთოთ. ნერვების არ არის ესე, მეგობრებო, რომ ეს აპარატი ძალიან მოქნილია და ყველაფერს ახერხებენ. არ არის ესე, იქაც რესურსები ამოწურვადია. ეს არის ბრძოლის ეტაპი და რა თქმა უნდა, სამართლებრივი მშვიდობიანი ფორმის მეთოდებია წინააღმდეგობის გაწევი და ჩვენ ყველა ეს მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რაც სამართლებრივ გვაქვს. შეცვლიან ტაქტიკას მიიღება გადაწყვეტილება, ჩვენ ამას უნდა მოვერგოთ და რაღაცა დაუპირისპიროთ. ანუ ეს არის ერთგვარი თან ვერ გეპირისპირდებით, იმიტომ რომ კრეატივი არ გვაკლია. ზუსტად მე მაგას ვგზნობ, რომ ეხლა სხვადასხვა ინიციატივებია, ხო? კიდე ამ პროტესტსაც აქვს ეს ჰორიზონტალური, რომ ყველას არავინ არ ელოდება სხვის იმას, ყველა ორგანიზდება, ყველა აკეთებს, მაგრამ რაღაც მომენტებში გჭირდება რაღაცა ძალების გაერთიანება. რაღაც მომენტებში გჭირდება გაშლა. ამიტომ ეს არის ისეთი ბრძოლა, რომ მე ვფიქრობ, მე მედიანოვარ ვარ, იმიტომ რომ აი ყოველდღე რომ ჩავდივარ, შეიძლება თერაპიაცაა რომ ჩადიხარ ეხლა ამაზე და რაღაც ენერგიით ამოვდივარ ხოლმე, რომ ხედავ ამ ხალხის ბრძოლის ჟის, მიუხედავად აი ამ ხელა ძალადობისა, მიუხედავად ესეთ ჯარიმე ხარ, ამ ხელა ტვირთია ხო ამ თვალსაზრისით, მიუხედავად აი 1000 ფორმის წინააღმდეგობის ტიტუშკები, ასე შემდეგ საზოგადოება არტდება და კიდე ფიქრობს, როგორი წინააღმდეგობის ეფექტური მექანიზმების შექმნას. და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით კიდე გაგრძელდება მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობ ახლა მე ვერ ვიტყვი ახლა როდის იქნება ის წერტილი, როდესაც გარდატეხა მოხდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება და ერთადერთი რაც ვიცი, ის არის ახლა მე პირადად, ჩემი მეგობრები, ჩემი გუნდი და ასე თქვა, ყველანი ვართ გრძელვადიან ბრძოლისთვის მომზადებული. როდის დამთავრდება არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ იმდეხანს უნდა ვიმოძრაო, რამდენხანაც საჭირო იქნება. ამიტომ ამაზე ვარ ორიენტირებული და ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ 25-ში 16 საათიდან იწყება გაფიცვა და მერე 6 ლოკაციიდან ეს იქნება ამაღლების ქუჩა, ეს იქნება ბაგზლის მოედანი, ეს არის სპორტ სასახლე, მარჯანიშვილის, ვაკის პარკი. დაიძრება ეს ნაკადებად ეს მარში და შევიკრიბებით გმირთა მოედანზე. ეხლა ჩვენ მე პირადად ჩვენ საინიციატივო ჯგუფი დამკვირვებლების წარმოადგენს ასევე ჩვენ პირადად ვერჩდებით მაგალითად ამაღლების ქუჩაზე და იქიდან წამოვყვებით ჩვენ ამ მარშს. სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა ადგილას იკრიბება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქნება ავლაბრის მეტროდანაც დაიწყება ერთი მარში, რომელსაც ახლა ვნახავთ ვიდეო რგოლს და შემდეგ ისევ დავბრუნდებით. ლაპარაკით მტკვრის პირს, რომ სადღაც შორიდან, მტკვრის მარცხენა ნაპირიდან წამოვიდა ზუზუნით ხუმბარა და გენერალ მაზნიაშვილისგან 10-ოდ ნაბიჯზე ქვიშაში ჩაეფლა შიშინით. გენერალს ყურადღებაც არ მიუქცევია, განაგრძობდა ამბავს და წინ მიდიოდა. მეც მივდევდი. 5 თუ 6 ხუმბარა გვესროლეს და იქვე სულ ახლოს სილაში ეფლობოდა. ერთი ზარბაზანი ისვრის და ისიც ასევ, ბატარეაც არა აქვთ. ამის შემყურეს, მეც არაფრის შიში არ მიგრძნია და ისევე არხეინად დავბრუნდით. მითხრა გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიშო არ არის. ფრონტი მთლიანად გვიჭირავს. 1921 წლის 19 თებერვალს თბილისს არ ეწია. მოსახლეობის ნაწილს გენერალ მაზნიაშვილის ქვემეხების ხმა ამშვიდებდა, მეორე ნაწილი კი საბრძოლოდ ემზადებოდა. თბილისს ფონიჭალის მიმართულებიდან რუსეთის მე-11 არმია უტევდა. გენერალი მაზნიაშვილი ბრძოლას ფრონტის ხაზიდან მართავდა. მაზნიაშვილის მებრძოლებმა თავგანწირვით მოიგერიეს მტრის ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი ძალების შემოტევა. დილით ხელჩართულ კონტრიერისზე გადავიდნენ და მტრის 58 მსროლელი ბრიგადა ისე გაანადგურეს, რომ მოწინააღმდეგეს თავდაცვის იმ უბანზე აღარ შემოუტევია. გამთენიას ქალაქში ხმა გავარდა. ჩვენებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და მალე წითლები ქალაქში არა კავალერიით, არამედ დატყვევებულები შემოვლენა. ასეც მოხდა. სასახლესთან 1000-მდე რუსი ტყვე ჩამოატარეს. გამარჯვებამ მოსახლეობის და ჯარის საბრძოლო განწყობა აამაღლა. ახლა უკვე ფიქრობდნენ, რომ დიდი რუსეთის ჯარის დამარცხება შესაძლებელი იყო. 25 თებერვალს გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში დაიძრება ავლაბრის მეტროდან. გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში. და რაღაცნაირად ჩვენი ბლოკის ბოლოსკენ მივდივართ და მინდა რომ სათითაოდ რაღაცნაირად შევაჯამოთ დღევანდელი დღეს და 25-იც
ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ძალიან ლამაზი იქნება საქართველოს მე მგონია ამ დღეს. კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ყველას აქვს ამ დღეს თავისი ფორმით, ყველა დასაქმებულს აქვს შესაძლებლობა შეუერთეს როდესაც მაშინ შეიძლება კიდევ ერთხელ ვერ ახერხებდეს ყოველდღე რუსთაველზე გამოსვლას თუ ასე შემდეგ, ამით გამოუცხადოს სოლიდარობა ზოგადად ჩვენ სინდისის პატიმრებს, გამოუცხადოს სოლიდარობა იმ ადამიანებს, ვინც აი ამ პერიოდში დაზარავდნენ სხვადასხვა სახით და ზოგადად ამ ქვეყანას დაუდგეს იმ ბრძოლაში გვერდით, რომელსაც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ზოგადად ისტორიული ბრძოლა, საქართველოს ისტორიული ბრძოლა ქვია. მადლობა. და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ის ამბავი მივიტანოთ ადამიანებამდე, რომ ისტორიულად დამეთანხმები ალბათ ეგრე, რომ რეჟიმის მხარდამჭერები, როგორც წესი, პირველები ისჯებოდნენ ხოლმე. ცუდად ამთავრებენ, ანუ ეს არის როგორც ვთქვათ, კლასიკა ჟანრის, რომ მტერთან მოთანამშრომლე ძალიან მალევე ხდება მისი მსხვერპლი, როდესაც ის ამოწურავს თავის ფუნქციას, მას მოიშორებენ რამდენადაც პრინციპების არ მქონე ნებისმიერ, ასე ვთქვათ, უკეთურებას წამსვლელი ადამიანი არც ერთ სისტემას ხანგრძლივად არ ჭირდება და ის იმანიცის რომ ის მის წინააღმდეგად წავაოდესღაც და უფრო მორჩილი კატეგორიით. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ანუ ისევ და ისევ ჩვენ მოქალაქეებისთვის გასაგები არის, რომ ჩვენ ვართ ძალიან ხანგრძლივ ომში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ბრძოლას და წინააღმდეგობას, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს და უნდა მივიყვანოთ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე და არის ძალიან ასევე როგორ ვთქვათ გამოცდილება, რომ ერს საზოგადოებას ქმნის აი ესეთი განსაცდელში იბადება ეს თანამშრომლობის, გაერთიანების, პრინციპების მთელი გამოცდილება, იდენტობა, რომელიც გვაყალიბებს როგორც ერს და საზოგადოებას ომში, წინააღმდეგობაში, განსაცდელში და ახლა ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები გისოსეს ვიღმა არიან, დამცირებას, შეურაცხყოფას უძლებენ, მაგრამ მათ აცოცხლებს უბრალოდ აი შეგრძნება, რომ ბრძოლა გრძელდება და მალე ისევ ჩვენ ხელხალჩაკიდებული ვიქნებით, თავარ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ბრძოლა არ შეწყდება, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში გასაპროტესტებელი და რაღაცის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა შეწყდება, ისევ დაბრუნდება ტირანია და ჩვენ ამას არასოდეს არ დავუშვებთ. ჩვენ აღარ ვიქნებით. როგორც ადრე. დატო თუ შეიძლება. ამ პროტესტს აქ 25-ს აქ რაღაცა ორი მნიშვნელოვანი რამ. ერთი ჯერ ჩვენ აი ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე უნიკალური პროცესი შევქმნით ამ ბრძოლის და წინააღმდეგობის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ამ ფორმით კიდე გაგრძელდეს და მეორე არის კიდე იმის ჩვენება, რომ ამ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, ამ ბრძოლაში ყავს ჩვენ სერიოზული გმირები და იმიტომაც აქვს სხვადასხვა სახელობის მარშრუტის ადამიანები ამ ბრძოლაში იყვნენ ჩართული და ამ ბრძოლას ჩვენ ვაგრძელებთ და იმის დემონსტრირებაც რომ ჩვენ ამ რუსულ იმპერიალიზმს, რუსული რეჟიმს, მათ შორის საქართველოში არ შევეგუებით და ეს ბრძოლა გაგრძელდება, იმიტომ რომ საბჭოთა სისტემაც მუდმივად ცდილობდა ამ ისტორიის წაშლას, ამ ისტორიის დავიწყებას, ამ გმირების დავიწყებას და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ რა ხელაწინააღმდეგობა იყო, რა რთულ პირობებში უწევდათ ბრძოლა და რამხელა პრეცედენტი შექმნეთ თუნდაც სახელმწიფოს ჩამოყალიბების ამ პერიოდში, რომელმაზეც არის დაშენებული ახლა ჩვენი შემდგომი ეს პროცესიც. ასე ვთქვათ, საქართველოს სახელმწიფოებს. ამიტომ ბრძოლა გრძელდება, ყველას გელოდებით 25-ში პირველ რიგში ამ გაფიცვას შემოუერთდეს ყველა და დასაქმებული თუ დამსაქმებელი, სხვადასხვა ფორმ მარშ შემოუერთდება თუ იქვე გამოხატავს ამ პროტესტს და ამავდროულად ამ მარშის მსვლელობა და ბოლოს ერთად შევიკრიბებით გმირთა მოედანზე. ამიტომ ყველას გელოდებით ამ პროტესტზე 25-ში. დიდი მადლობა ძვირფასო სტუმრებო, მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის და ჩვენ კიდევ ერთი ვიდეო ვნახოთ, შემდეგ რეკლამა და დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძალიან მალე. დროებით. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ყველაზე ძლიერი და სასტიკი ბრძოლები თბილისის გარშემო ქალაქის დაცვის დროს გაიმართა. 24 თებერვალს რუსებმა ტაბახმელაზე დაიწყეს შეტევა. ტაბახმელას პოზიციების აღებით და მისი ხელში ჩაგდებით რუსებს გზა პირდაპირ თბილისზე ეხსნებოდათ. რუსებმა ნომერ 4-ის ანგარი ხელჭარტული ბრძოლით აიღეს და ზურგში განლაგებულ საარტილერიო ბატარეის პოზიციებზე შემოიჭნენ, რომელსაც ქართული არტილერიის ოფიცერი გოგი ალექსი მესხიშვილი მეთაურობდა.
გადამწყვეტ ბრძოლაში ბატარეის მეთაურმა გოგი ალექსი მესხიშვილმა შემოიკრიბა артиლერიის ჯარისკაცები და უთანასწორო ბრძოლაში ხმლით ხელში მათ შეტევაზე გაუწვა. გოგი ალექსი მესხიშვილმა და მისმა ჯარისკაცებმა არ დათმეს ბატარეის პოზიციები, არ ჩააბარეს ტერს ქვემეხები და ბოლომდე იბრძოდნენ, ვიდრე მათ რეზერვში მყოფი იუნკერთა ასეული არ წამოეშველა. артиლერიის კაპიტნის გოგი ალექსი მესხიშვილის გმირობამ და მხედრულმა შემართებამ წარუშლელი კვალი დატოვა თაობების მეხსიერებაში და დღემდე მაგალითად რჩება თავისუფლებისათვის ბრძოლაში. 25 თებერვალს გოგი ალექსი მესხიშვილის სახელობის მარში დაიძრება სპორტის სასახლიდან. ჩაირბინა რეკლამა და გადაცემის დასაწყისში ვსლათ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან დღეზე, რომელიც მოდის 25 თებერვალზე, რეალურად 19 თებერვალს დაიწყო ესეც ვთქვით და 25-ში დაასულა წითელმა არმიამ 1921 საქართველოს ანექსია რეალურად და უამრავი ადამიანი შეეწირა ჩვენი გმირები საქართველოს სიყვარულს, საქართველოს დამოუკიდებლობას და ამის შემდეგ მოახერხა რუსეთის იმპერიამ ის რომ 70 წელი ასე თუ ისე ჩუმად ვიყავით. თუმცა ქართველებში ბოლომდე მაინც ვერ მოკლეს ქართული გენი მათი ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად და ვერც მოკლავენ ვერასოდეს, იმიტომ რომ ეგეთი გენი გვაქვს ქართველებს. რა ვქნათ? არ შეგვიძლია ჩვენ დამოუკიდებლები დავიბადეთ, მაშინვე ძლიერები დავიბადეთ, ევროპელები დავიბადეთ და რეალურად ძალიან ბევრი რამ საქართველოსდან გავიდა ევროპაშიც და თემ სოფლიოშიც, ძალიან კარგად ვიცით ყველამ და ამის ბოღმა აღჩობს იმ რაღაცა მომთაბარე არსებებს და უნდა დღემდე რომ ჩააქრონ ეს ქართველებში და საქართველოს ქართველების გარეშე მიიღონ, მაგრამ ვერ მიიღებენ. კი და მართლა რაღაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომ დაფიქრდე, ხო? ამ პაწაწინა ქვეყანას აქვს ისეთი რამდენიმე თვისება, მოდი ასე ვიტყოდი, რაც ძალიან დიდ ქვეყნებს არ აქვს ერთიც კი. კი, ნამდვილად. ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოამზადა ანა ზაქაშვილმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც ახლა შენ ისაუბრე და ხომ არ გვენახა? აუცილებლად ძალიან კარგი და საინტერესო სიუჟეტი გველოდება წინ. ხო. ნახოთ. 25 თებერვლის ღამეა. აბახმელაზე საშინელი ქარიქრის. ხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. ხელფარაჯებში გახვეულნი, გაყინულნი, გულდასმით ვდარაჯობთ კუწმილ სივრცეს. სასროლად გამზადებული თოფები ხელში გვიჭირავს. 4 ვართ: მათიკაშვილი, სომხიანცი, ანდრონიკაშვილი და ლომკაცი. 21 წელს არც ერთი ვართ გადაცილებულნი. ტანით დაბალი და სუსტი აგებულებისანი ვართ. ეს ჩანაწერი 1921 წლის 25 თებერვლის ღამეს თბილისის მისადგომებთან გამაგრებულმა ჯარისკაცმა გააკეთა. პარალელურად კი გიორგი კვინიტაძემ სიტუაციის გამწვავების და რესურსების ამოწურვის მიზეზით თბილისის დატოვებისა და მცხეთისკენ უკან დახევის ბრძანება გასცა. თბილისი დატოვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამაც. დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ. დღევანდელი თავისუფლების მოედანზე ამჟამინდელი საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით სავსე პირველი სამხედრო მანქანა ჩამოდგა. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეში თაცნობა. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. თოვდა და თბილის ეხურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩემი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი, წითელი დროშით, მოღერილ ხელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით, ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით. ეს ფოტო რუსეთის მე-11 წითელი არმიის ჯარისკაცების გამოსახულებით საქართველოს ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. ოკუპაციას კი წინ მძიმე ბრძოლები უძღოდა, რის შედეგადაც წითელი არმია თბილისში 4 მხრიდან, ნავთლუღიდან, კოჯორ-ტაბახმელიდან, კახეთის გზატკეცილისა და ფონიჭალის მხრიდან შემოვიდა.
ისტორიკოსების ვარაუდით 24 თებერვალს თბილისს 23000 ჯარისკაცი უტევდა. იმ დღეების პრესა დაღუპულებს დასტიროდა, თუმცა ომის საშინელებას ყველაზე მკაფიოდ ალბათ ეს ფოტო აღბეჭდავს. ამ მოვლენებიდან საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა და დაიწყო რუსეთის მიერ საქართველოს 70 წლიანი ოკუპაცია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბედი მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად განსაზღვრა. ეს იყო მე-20 საუკუნის ისტორიისთვის საქართველოს როგორც დამოუკიდებელი თანამედროვე სახელმწიფოსი ყველაზე მძიმე და კატასტროფული და ტრაგიკული თარიღი და პერიოდი და მოვლენა, რამდენადაც ფაქტობრივად ამან წაგვართვა შეიძლება ითქვას რუსულმა იმპერიალიზმმა, უკვე ახალ წითელ ფერში შეფუთულმა რუსულმა იმპერიალიზმმა წაგვართვა მე-20 საუკუნე. გამომდინარე იქიდან, რომ 7 წლების განმავლობაში ჩვენ ვიყავით მოგლეჯილი იმ სივრციდან, იმ განზომილებიდან, რომელიც არის ჩვენი ზოგადად ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისთვის და საერთოდ იდენტობისთვის ბუნებრივი ეს არის დასავლური ევროპული ცივილიზაცია, კულტურის მხრივ და პოლიტიკური განზომილებებით. ასე ვიყავით მოქცეული რუსული იმპერიული და უკვე მე-20 საუკუნის პირველში ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ, რამაც ფაქტობრივად რაღაც დონეზე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ერს და მის პერსპექტივას. რა პერსპექტივა წაართვა საბჭოთა ოკუპაციამ ჩვენს ქვეყანას მარტივი სათქმელია. დამოუკიდებლობის ძალიან მოკლე პერიოდმაც კი ცხადყო, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც დემოკრატიული მართვის მოდელი შეიმუშავა და მისი მემკვიდრეობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოსთვის ფასდაუდებელი გამოცდილება და სიამაღის საგანია. ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე ჩაატარა საყოველთაო არჩევნები ორივე სქესის მოქალაქეთა მონაწილეობით. მიიღო კონსტიტუცია, დააფუძნა სახელმწიფო ინსტიტუტები. შეიმუშავა კანონმდებლობა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დასაცავად. გასაქანი მისცა ქალთა უფლებებს, შექმნა მრავალპარტიული და სისტემური მმართველობის კარგი მაგალითი და ჩამოაყალიბა პოლიტიკური აზრისა და დებატების კულტურა. რომ არა საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა ყოფილიყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო. მაშინდელი რეფორმები, მაშინდელი სისტემა, მაშინდელი პოლიტიკური კულტურა, წარმომადგენლობითობა, მოქალაქეების ჩართულობა პოლიტიკაში და გადაწყვეტილებების მიღებაში ერთი საუკუნის მერეც კი უფრო პროგრესული ჩანს ჩვენს დღევანდელობასთან შედარებით სამწუხაროდ, ხო? ანუ ეს იყო მიუხედავად იმ ფუნდამენტური გამოწვევებისა, რაც ჰქონდა საგარეო კუთხით, აგრესიული მეზობლების, მათი დაპყრობითი ომების შეტევების, პირველი მსოფლიო ომის მემკვიდრეობის მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად საქართველო იყო ძალიან წარმატებული მოწინავე, განვითარებადი და ბევრისთვის, მაგალითად იგივე ევროპული ქვეყნებისთვის კი მაგალითის მიმცემი აი ამ დემოკრატიული რეფორმებისა და თანასწორობის და უფლებების რეალიზების კუთხით, ქალთა ჩართულობის კუთხით, უმცირესობებთან დამოკიდებულების ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ თავისთავად ამ ქვეყანას ჰქონდა ძალიან დიდი პერსპექტივა. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. საქართველოს სწრაფვა გამხდარიყო ევროპული ცივილიზებული სამყაროს ნაწილი 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების შემდეგ დიდი ხნით შეჩერდა. თბილისის დაკავების შემდეგ დაიწყო რეპრესიები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელებისა და მხარდამჭერების მიმართ. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ რეპრესიები განსაკუთრებით გამწვავდა, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში დახვრიტეს 12000-მდე ადამიანი. ეგრეთ წოდებული სტალინური რეპრესიების დროს კი 1930-იან წლებში დახვრიტეს ან გადაასახლეს ათასობით ადამიანი. განსაკუთრებით ებრძოდნენ ინტელიგენციის, მეცნიერების, მწერლების, მხატვრებისა და ყოფილი მენშევიკების წარმომადგენლებს. ეს იყო ის ხარკი, რომელიც საქართველოს საბჭოთა იმპერიას გადაუხადა. საერთო ჯამში დაახლოებით 80,000-მდე ადამიანი იყო პოლიტიკური დევნისა და რეპრესიის ქვეშ, დაპატიმრება, გადასახლების ან პატიმრობის გარკვეული ვადის მოხდის შემდეგ გათავისუფლებული ან ამავე რიცხვში შედეს ეს დახვრეტილები და პლუს ამას უკვე 30-იანი წლების საზღვარზე და ზემოთ იძულებითი ძალდატანებითი კოლექტივიზაციის ხვერპლი, ასევე 10,000 მინიმუმ ადამიანი, შემდეგ იძულებითი მასობრივი დეპორტაციების ეს უკვე ჯამური რიცხვი 41 წლიდან 51 წლამდე განხორციელებული რამდენიმე ტალღის, ადის უკვე 200,000 ადამიანამდე.
შიშისა და დათრკუნვის ატმოსფეროს საბჭოთა საქართველოს მენტალიტეტში ღრმად ჩაინერგა, რამაც პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები პასიურ მოქალაქეებად აქცია. დაშინებით და სხვადასხვა ტიპის ზეწოლით ცდილობს ამჟამინდელი ხელისუფლებაც განსხვავებული აზრის დევნასა და ქუჩაში მდგარი მოქალაქეების საპროტესტო ხმის ჩახშობას. პოლიტიკური დევნა და ზეწოლა ოპონენტებზე, პროტესტის ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობა. სასამართლო ინსტიტუტების მისაკუთრება, მედია გარემოს კონტროლის მცდელობა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ძალადობა ავტორიტარული რეჟიმის მართვის სტილზე მიუთითებს. დღევანდელი რეჟიმი არის ბუნებრივი მემკვიდრე გაგრძელება რუსული იმპერიული და საოკუპაციო და ტოტალიტარული სისტემით. თავისთავად გამოცდილება და ამოცანები არის მსგავსი, რაც იყო 20-იან წლებში განსაკუთრებით, რომ მათ უნდა გაანეიტრალონ, დასაჯონ, გაანადგურონ, დააშინონ მოსახლეობის უმრავლესობა, რომლისთვისაც ეს სისტემა არის მიუღებელი. ეს სიტუაცია ახლა გავს 20-იან წლებს, როცა რეჟიმი ცდილობს უმცირესობის ძალაზე ორიენტირებული უმცირესობის ხელით უმრავლესობის გაჩუმებას და დაშინებას და განადგურებას და ასევე 80-იან წლების ბოლოს, როდესაც რეჟიმი უკვე ჩამოქცევის პირასაა, ძალიან აგრესიულია ამ დროს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ერთიანდება და მეთოდურად ახორციელებს ზეწოლას და იმარჯვებს საბოლოოდ რეჟიმზე. თითქმის 3 თვეა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს. მიზეზი კი იგივეა, რაც საუკუნის წინ. საქართველოს მოსახლეობა ებრძვის რუსულ გავლენებს საქართველოში და დანებებას არ აპირებს. სიმბოლურად 25 თებერვალს 16 საათზე საქართველო იფიცება, ისე როგორც 1921 წლის ნოემბერში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. ამით კი კიდევ ერთხელ ხმამაღლა იტყვია, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთის იმპერიის ნაწილი. ხო, საქართველო არასდროს არ გახდება რუსეთის იმპერიის ნაწილი. ვეღარ. და დიდი მადლობა ანა ზაქაშვილს ნამდვილად ძალიან საინტერესო ემოციური სიუჟეტისთვის. კი, ნამდვილად. საინფორმაციო გამოშვება ვნახოთ ახლა და შემდეგ დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ვნახოთ. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და ახლა უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ვისაუბროთ თემაზე, რომლის ცვლილობის დროსაც მე დარწმუნებული ვარ, ანა მეწმინდა ზახილით იქნება ზუსტად ვიცი. დამაწარი, რომ გავეცანი ინფორმაციას. აუცილებლად ზუსტად ვიცი, რომ მოგინდება თან დრო გაერკვევი, ახლა რამდენი მიმართულება გააჩნია ამ ამბავს. English Book Education-ზე ვსაუბრობ, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ხო მართალია და ჩვენი სტუმარი მიშა გურგენიძე გახლავთ და ეხლა ჩვენაც უნდა ვილაპარაკოთ, თქვენზე დეტალურად ვერ ვილაპარაკებთ ამ ყველაფერზე და ვიცე-პრეზიდენტზე დეტალურად ვერ ვილაპარაკებ. თლაც. კი ბატონო, გამარჯობათ. English Book-ი დაარსდა 2007 წელს. 6 მიმართულებას აერთიანებს. ჩვენი უნივერსიტეტი გვაქვს სკოლა, ცენტრი. TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდაც, რაც უფრო მეც ვილაპარაკებ. გამომცემლობა, წიგნის კლუბი. წიგნის კლუბი კიდე შიგნით აერთიანებს ინტელექტუალურ ოლიმპიადას. ეს არის ჩვენი, ისე ვთქვათ, ჯგუფი. კი. აქ უნდა გავაგრძელო ახლა მეც მინდა. აუცილებლად მოგინდება. ხო, ისეთია რა. სანამ TOEFL-ზე გადავალ და უფრო დეტალურად ჩავშდით ამ მიმართულებებს, ასაკობრივი ჯგუფი როგორ არის თქვენთან? ეგ ძალიან კაი შეკითხვა არის. ესე იგი, თუ English Books ჯგუფად ავიღებთ, მოვიცავთ ბაღიდან უნივერსიტეტის ჩათვლით. მართლა? კი. იმიტომ რომ აი წარმოიდგინოთ ახლა აი გამომცემლობები როგორც არის Macmillan-ი, Pearson-ის გამომცემლობა, National Geographic Learning-ი, ინგლისური ენის სახელმძღვანელოები, რაც კი საქართველოში უმეტესად ისწავლება, ჩვენი სახელმძღვანელოები არიან, ჩვენი შემოტანილი სახელმძღვანელოები არის ამ შემთხვევაში. სადღაც ესე 5 წლის წინ მათემატიკაშიც გადავედით და სინგაპურის მათემატიკა დავნერგეთ, პირველი მეხუთე კლასი და მე უკვე IB ფილოსოფია გეცოდინებათ. IB ფილოსოფია არის აი ყველაზე ესეთი აღიარებული მიდგომა და ფილოსოფია მსოფლიოში, მაგის მათემატიკაში დავნერგეთ, თარგმნეთ, ჩვენმა ექსპერტებმა თარგმნეს მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით. აჰა. ესე კიდე საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, კი. ძალიან ესე სინგაპური არის ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ სინგაპური პირველ ადგილს იკავებს უკვე წლებია PISA, TIMSS-ის კვლევებში და თვითონ გამოცდებში და
ის რომ ჩვენს ბავშვებს ამის შესაძლებლობა აქვს, რომ იგივე სახელმძღვანელოთი ისწავლონ მათემატიკა, ეს დიდი ამბავი არის ჩვენთვის. ჩვენ ძალიან გვიხარია, რა ვიცი, შიგრით კომპანიაში ვამბობთ ხოლმე, რომ მეგონი ჩვენ რო გვიხარია, ისე შეიძლება სხვას არ უხარო, რო გიხარია. მაგრამ ძალიან ისე კაი ამბავი არის ძალიან. ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენ უნდა გიხაროდეთ და არის გასახარიც რა თქმა უნდა და TOEFL-ი ვახსენეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ის საზაფხულო ორკვირიანი, ხო? კი ბატონო. სრული დაფინანსებით. სრული დაფინანსებით. დეტალურად მოუყვეთ, აი როგორ შეიძლება ჩაერთონ ახალგაზრდები. ორი სიტყვით ვიყვი TOEFL-ზე. TOEFL-ი ყველამ ვიცით, იმიტომ რომ ეხლა გარეთ რო ადამიანი გავაჩერო და ვკითხო TOEFL-ის გამოცდის შესახებ, ყველას გაახსენდება საუნივერსიტეტო გამოცდა. აი ვიზისთვის გამოცდა რაც არის. ბევრი წლის წინ TOEFL-ი ჩამოვიდა მე-3 კლასში. და TOEFL-ი არის მე-3 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით და იყოფა ასაკობრივად, ანუ არის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-10 და მე-11 და მე-12. აი ვინც უკვე მე-12 კლასში აპირებს რომ წავიდეს საზღვარგარეთ სასწავლებლად, უკვე TOEFL IBT შემოდის მანდ. სხვა შემთხვევაში იყოფა როგორც ვთქვი, TOEFL Primary, TOEFL Junior და TOEFL ITP. ესეც სამი მიმართულება აქვს TOEFL-ს ამ მიმართულებაში. ეს ოლიმპიადა, აი ორი სიტყვით ოლიმპიადაზეც რო გადავიდეთ, პირველად ჩვენს წინ ჩატარდა იტალიაში. ეხლა ტარდება საქართველოში. ეხლა საქართველოს დრო მოვიდა. ამ შანსს ფიზიკურად ვერ გავუშვებდით ხელიდან, ან უნდა გადაგხვტომოდა და უნდა წასულიყო სხვა ქვეყანაში. წელიწადში ერთხელ ტარდება და ესე მიყვება ეტაპობრივად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენს მერე რუმინეთის ჯერი არის. და ჩვენ ერთის მხრივ ჩვენ შევამოწმეთ საქართველოს მასშტაბით, აი როგორ შევედრებით იტალიას ინგლისურში და ვფიქრობთ რომ ძალიან კარგები ვართ. აი მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მოუგებთ. ვინც იტალიაშია ნამყოფი, იცი ძალიან კარგად მათი. კი, იტალიაში აი ინგლისური არიციან. არ ინტერესებს. როის მოდეს ახლა ტოვებს რომ ინგლისური არიციან თქო იტალიაზე ვიძახი, აი წყირებად. კი, კი. ჩვენს მერი არის რუმინეთი. რუმინეთი კარგად უჭირს. არ ვიცი, ხო, რუმინეთში ინგლისური თუ ისწავლებოდა არ მეგონა, თურმე ისწავლება. და ჩვენში ვართ ჩვენ, საქართველოს ამ შანსს ვერ გავუშვებდით ხელიდან, ესე იგი იტალიაში რა პროცესიც არის და როგორი პრინციპიც არის, ზუსტად იგივე პრინციპი არის საქართველოში. იქაც არის ორკვირიანი საზაფხულო სკოლა, ჩვენთანაც არის ორკვირიანი საზაფხულო სკოლა. ორკვირიანი საზაფხულო სკოლა სად? ბოდიში. დიდ ბრიტანეთში Down House School-ი არის ესეთი სკოლა და უფინანსდებათ ყველაფერი. ესე იგი უფინანსდება სწავლა, ვიზის მოსაკრებელი, ფრენა, აბსოლუტურად იქ ექსკურსიები, ყველაფერი ფინანსდება ამ შემთხვევაში და არის კლასის მიხედვით. ანუ მე-7 კლასელი, მე-10 კლასელს არ ეჯიბრება. მე-7 ეჯიბრება, მე-7 კლასელს. და აი მნიშვნელობაზეც მინდა რომ ვისაუბრა აუცილებლად საზაფხულო სკოლას ზოგი რაღაცნაირად ისე უყურებს მარტივად და ამ დროს მოსწავლისთვის, აბიტურიენტისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან მნიშვნელოვანია საზაფხულო სკოლა იმისათვის რომ გაიცნოს იქაურობა და მიხვდეს საერთოდ უნდა თუ არა სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ ან რომელ უნივერსიტეტში, რომელ სკოლაში და ასე შემდეგ. კი ბატონო. თან აი საზაფხულო სკოლა ბრიტანეთში უფასო ბრიტანეთში. საერთოდ წასვლა. დიდ ბრიტანეთში თან ეს Down House-ის სკოლა არის, აი სკოლა პანსიონატებს რო ეძახიან ხოლმე. ძალიან დიდ ტერიტორიაზე სკოლები რო არის. ფილმებში რომ გვინახავს. ფილმებში აი ეს და კი ზუსტად ეს არის. ნუ რაღაცნაირი მაგარია. დამბლდორების სასახლეში. და წარმოიდგინეთ ახლა თან მან გატარებული დრო ევროპელ ბავშვებთან ერთად. სხვა გამოცდილებებიც არის, სხვა მეგობრებს იძენ და უამრავი თან დამბლდორი ახსენეთ. ჰარი პოტერის მუზეუმშიც მიდიან ექსკურსიაზე და ეს აი ხა აი გასკდა შურიც ყველა ბავშვის შურს ახლა არ მიშურს მიხარი უბრალოდ მეც მინდა ბოდიში ხო და როგორ აი მინდა რა უნდა გავაკეთო ესე იგი პირველი რაც უნდა გავაკეთოთ სანამ დავრეგისტრირდებით ესეთი ღელვა იყო რომ აი TOEFL-ი კიდე ძალიან ასოცირდება რთულ ტესტთან ნამდვილად რთული ტესტია მაგრამ არაფერი განსაკუთრებული სირთულე არ აქვს ანუ სპეციფიური მომზადება არ გჭირდება, გიმოწმებს ზოგად ინგლისურს. და იყო ხოლმე ესეთი განსაკუთრებით მასწავლებლები კითხულობენ, აი რამე კონკრეტული მიდგომა ხო არ ჭირდება. ამ შემთხვევაში არ ჭირდება არაფერი განსაკუთრებული მიდგომა, ჭირდება უმარტივესად რომ მოვემზადოთ ინგლისური ენის როგორც ვემზადებით ზოგადი ინგლისურისთვის და მივიღოთ მონაწილეობა. მონაწილეობის მიღება არის რეგისტრაციით. აუცილებლად უნდა დავრეგისტრირდეთ, ესეთი საიტი არის olympiads.g. და მე ის იმ საიტზე რომ შევდივარ და ჩვენი პორტფოლიო და პლატფორმა გვექნება, იქ უკვე შეგვიძლია ყველაფერი გავიგოთ რა, ანუ საიტზე უნდა დავრეგისტრირდეთ, თავარია olympiads.g.
და იქ უკვე მარტივია შემდეგ საფეხურები. ყველაფერი მარტივია. სამი ტურია. პირველი ტური არის, როცა ყველა ვიღებთ მონაწილეობას, მეორე ტურში გადადის უმაღლესი ქულის 75% და მესამე ტურში უკვე გადადის კლასიდან გამარჯვებული, ვისაც ყველაზე მაღალი ქულები დაუგროვდება და უკვე ბოლო ტურში ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ საზაფხულო სკოლისთვის. ბიჭი, აი რა მაინტერესებს, მაინც რომ უფრო კარგად ახალგაზრდებს გავაგებინე, რა კრიტერიუმებით ფასდება და რას უნდა მიაქციონ მაინც ყურადღება. გავიგე, ზოგადად ინგლისური უნდა იცოდნენ, მაგრამ იქაც ხო შერჩევა ხდება და შეფასება. ესე იგი, ძალიან მაგარი შეკითხვა არის. მაგ შეკითხვას ვამერ ხოლმე ინგლისურის მასწავლებლები, კონკრეტულად რა ხდება. ესე იგი, მან ვაქცევთ მესამედან მეექვსე კლასში ტარდება listening-ი და reading-ი, ანუ მოსმენა და კითხვა. ეს ორი უნარჩვევა არის ძირითადად. ნუ რა თქმა უნდა, გრამატიკა ჭრინით შესულია. მე-7 მე-10 კლასში ეს არის TOEFL junior-ი და აქ ემატება ინგლისურად ესეთი რამე ქვია language form and meaning, რომელშიც გამოდის ლექსიკა, წერის მარტივი კომპონენტი, რომელიც სიტყვები, ლექსიკა და წერა არის ერთად და მე ბოლოს კიდე ერთხელ გრამატიკა. მოსმენა და კითხვა აუცილებლად მანდ შესულია. ერთადერთი კომპონენტი, რომელიც შესული არ არის, არც ზედა საფეხურზე და არც ქვედა საფეხურზე, ეს არის speaking-ის კომპონენტი. ანუ საუბრის კომპონენტი შესული არ არის. საუბარი არ მოწმდება. მოწმდება საუბრის გარეშე ყველაფერი. და ბოლო დაუპაუზდი ახლა მე-11-12-ში მე-11-12-ში რთულდება გამოცდა, იმიტომ რომ ეს არის TOEFL ITP და TOEFL ITP უკვე არის აი ერაზმუსში რო იხმარება, ერაზმუსით რო დაფინანსება გინდა მიიღო, აი TOEFL ITP არის ეგ გამოცდა. ზუსტად რასაც ბოლოს ბავშვები დაწერენ 3-ჯერ. მესამე ტური, ნუ თუ გადავიდა მესამე ტურში, ჩათვალეთ რომ დიდი შანსი აქვს. და რამდენ ბავშვს აქვს შანსი? კლასიდან ერთს, ან ნახეთ როგორც თქვით, მესამე მე-4 კლასი ხო არის ერთად, მაგ კლასის გარდა ყველა კლასიდან. მესამე მე-4 კლასი არის 10 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, 10 წელზე ნაკლების არ უნდა იყოს ბავშვი. 10-დან ზევით. და ესე იგი მე მგონი აი 10 წელზე ნაკლები რო არის ბავშვი, შობელსაც არ მოუნდება რომ გაუშვას სავარაუდოდ 9 წლის ბავშვი ან 8 წლის ბავშვი, რთულია იქ ინდიიდ ბრიტანეთში მარტო. და 10 წლიდან ზევით კლასიდან ერთი ბავშვი ჯილდოვდება. კლასიდან რას ნიშნავს? აი, მაგალითად მე-5 კლასი, კი ბატონო, მე-6 და ესე მიყვება ბოლომდე. თითო კლასიდან ერთი ბავშვი. და როდის უნდა დავიწყოთ თქვა? შეიძლება რომ 700 ბავშვი იყოს? არა, კლასიდან ერთი, აი ბოლო ეტაპზე კლასიდან აი მაგალითად მე-5 კლასში თუ ავიღე საუკეთესო ქულა მესამე ტურში. მე შემიძლია რომ გავიმარჯვო და წავიდე. ანუ ეს ნიშნავს რომ გავიმარჯვე. ხო. თუ მე არ ვეჯიბრები, ნახეთ კიდე მე-7 კლასელი არ ეჯიბრება მე-10-ს. მე-7 კლასში საუკეთესო უნდა. მე-7 კლასში თუ ავიღე მესამე ტურში. თუ ჯერ უნდა გადავიდე მესამე ტურში, მესამე ტურში თუ ავიღე საუკეთესო შეფასება, მივდივარ დიდ ბრიტანეთში. გასაგებია. ახლა გაუკონტროლოთ რთულიც არ არის მან არაფერი რეალურად ხომართალია და ძალიან შეძლებადი არის. და აი როდის უნდა დავიწყოთ თქვა განცხადების შევსება? და განცხადების შევსება ნიშნავს რეგისტრაცია. რეგისტრაცია დაწყებულია უკვე, მიმდინარეობს. ბოლო თარიღი რეგისტრაციის არის 28 ფებრუარი. ერთი კვირა არის კიდე დარეგისტრირდნენ, გამოცდები ჩატარდება. პირველი ტური გამოცდების იქნება 22-23 მარტი და მეორე ტური იქნება მაგის შემდეგი შაბათი კვირა. ანუ მეუბოდიში პირველი ტური იქნება 22-23 და დამოკიდებული უკვე რამდენი ბავშვი იქნება. დამთავრდება ივნისში. ხო, და ზაფხულში იქნება უკვე ზაფხულში გამგზავრება დიდ ბრიტანეთში. ხო. რა საინტერესოა, რა კარგია. ესე იგი მე პერიოდი დიდი ბრიტანეთისთვის ძალიან კარგია ამინდის გულის ხუბ. აგვისტოში წავლენ რეალურად. აგვისტოში წავლენ რეალურად. ვინც გაიმარჯვებს? მე ესე იგი არანაირი შანსი არ მაქვს, ხო? ასაკ თუ გადავიკეთებთ. არანაირი გადაკეთება 15 წლის რა დაგონიათ. მაშინ კი. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა, ძალიან სასარგებლოა. და ვისაც მნიშვნელოვან რაღაც საქმეებს აკეთებდნენ რეალურად. ნამდვილად. და გაი თვითონაც რომ უხარიათ და უყვირთ რომ ესეთ წიგნებით არ ვნეთ გამოეცით სახელმძღვანელოები. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და იმ ახალგაზრდების სახელით გიხდით მადლობას, ვინც მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში და გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში. მართლა წარმოუდგენელი გამოცდილებაა ეს საზაფხულო სკოლები.
იცი შენ. გამოვლილი ეს ამბავი ჩემი შვილის მაგალითზე და ვიცი მისი ემოციები, მის დამოკიდებულება და როგორ შეცვალა ბევრი რამ მის ცხოვრებაში ამ მოკლე პერიოდმა, ესეც ძალიან კარგად ვიცი რა. ამიტომ წარმატება ყველას. ჩვენ წარმატება და ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან ნიჭიერები, განათლებულები და მოწადინებულები ყო საქართველოში. და უკეთესები ვიდრე იტალიელები იქნება, აი არიან. რა თქმა უნდა, ვისეპარება ეჭვი. წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ. და ჩვენს ასე დამშვიდობთ ჩვენს მაყურებელს შემდეგ შაბათამდე. და მარიამ დაგვიბრუნდი მალე. დროებით.